მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2019 წლის ნოემბერი, ამოცანა ნომერი 25. x OY სიბრტყეზე y ღერძის 0b წერტილში მოთავსებულია დადებითი ნიშნის ქუმუხტი, ხოლო 0 -b წერტილში უარყოფითი ნიშნის მინუს ქუმუხტიო, როგორც ნახაზი გვაქვს მოცემული. და ვეკითხებიან, რომელი გრაფიკი გადმოსცემს სწორად x ღერძის წერტილებში ელექტრული ველის φ პოტენციალის დამოკიდებულებას x კოორდინატზე -a შუალედში. პოტენციალი ნულად ითვლება მუხტებისაგან უსასრულოდ შორსო. აგით გავადიდოთ ახლა ეს სურათი, ნახაზი და შევხედოთ. ახლა მოცემულობით პირობითად დავუშვათ, ეს არის პირველი წერტილი, რომლის კოორდინატები არის 0b და მის სიმეტრიულ მეორე წერტილში არის მოთავსებული მინუს ქუმუხტი, რომლის კოორდინატი არის 0 -b. და ახლა ჩვენ გვაინტერესებს φ-ის x-ზე დამოკიდებულება როგორი სახე აქვს. შესაბამისად, მოდით ახლა ასე მოვიქცეთ. თვითონ წერტილები რო ავიღოთ სხვადასხვა, მაგალითად აი ამ წერტილს თუ ავიღეთ, ეს იყოს წერტილი. ახლა პლუს q აი ეს მანძილი ახლა შესაბამისად, აი აქედან აქამდე მანძილი, ეს არის ბესტოლი, სიდიდით, აი ეს მანძილიც ტოლი არის ბესტოლი, ხო? შესაბამისად, φ o წერტილში პირველ შემთხვევაში φ1 პირველი წერტილის მუხტის მიერ შექმნილი პოტენციალია o წერტილში φ1 ტოლი იქნება q შეფარდებული მუხტიდან იმ წერტილამდე მანძილთან, რომელიც წერტილში ჩვენ პოტენციალს განვიხილავთ, ესე იგი b-თან. ხოლო φ2 ტოლი იქნება ეს მოდით დიდი ქუთი აუნიშნოთ, რადგანაც დიდი ქუთი გვაქვს მუხტი მოცემული, ხოლო მეორე შემთხვევაში იქნება მინუს k, რადგანაც q მინუსი უარყოფითი არის, მინუს k q შეფარდებული b-თან და f სრული იქნება ამათი ჯამი φ1 + φ2, რომელიც ნულის ტოლია, როგორც ხედავთ, იმიტომ რომ ეს და ეს მხოლოდ ნიშნით განსხვავდებიან. ანუ o წერტილში გავიგეთ, გასაგები არის. ახლა მოდით სხვა წერტილს შევხედოთ. ავიღოთ, დავუშვათ რომელიმე წერტილი. აი ეს წერტილი იყოს. და ამის სიმეტრიული წერტილიც რო ავიღოთ ასე. აი ამ წერტილში პირობითად ეს იყოს r მანძილი, რადგანაც სიმეტრიული ეს წერტილები ესეც r იქნება. ანალოგიურად აქაც გვექნება r მანძილი და აქაც გვექნება r მანძილი. ნუ ორივე წერტილში როგორც ხედავთ, რადგანაც მანძილები ერთნაირი არის, პოტენციალები ერთმანეთის ტოლი იქნება. ეს იყოს a წერტილი, ეს იყოს b წერტილი, φ a წერტილში პირველი მუხტის მხრიდან მოქმედი ტოლი იქნება φ b წერტილში, პირველი მუხტის მიერ შექმნილი პოტენციალი და ტოლი იქნება ეს k q შეფარდებული r-თან, ხოლო φ b წერტილში პირველი ტოლი იქნება φ მოდით ახლა ესე მოვიქცეთ, φ a გამოვითვალოთ, a მეორე წერტილის, φ2 რო გამოვითვალოთ, მეორე მუხტის მხრიდან მიერ შექმნილი პოტენციალი, მინუს q-ს მიერ შექმნილი პოტენციალი a წერტილში, ეს ტოლი იქნება φ b მეორე წერტილში, ეს ტოლი იქნება მინუს k q შეფარდებული r-თან. ანალოგიურად, აი ეს იქნება ჯამურად ამათი ჯამი φ a წერტილში, რომელიც φ1 არის k q შეფარდებული r-თან, φ2 არის მინუს k q შეფარდებული r-თან და ეს ტოლი იქნება 0-ის, ნუ ანალოგიურად მოგცემს ამათი ჯამიც, ხო, აი ამათი ჯამიც იგივე შედეგს მოგცემს, ან φ b-შიც იქნება 0-ის ტოლი. შესაბამისად, რადგანაც ახლა -a-დან a-მდე ეს წერტილიც და ეს წერტილიც ნებისმიერად ავიღეთ, შესაბამისად ეს პოტენციალები ნებისმიერ აღებულ წერტილში იგივე პროცედურის ჩატარების შემდეგ, როგორც ხედავთ, სრული პოტენციალი 0-ის ტოლი გამოგვდის. შესაბამისად, პასუხი არის a. რატო a? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ამ გრაფიკზე ვხედავთ, რომ φ-ის -a-დან a-მდე როცა იცვლება x-ი, -a-დან a-მდე ყოველ წერტილში φ იღებს 0-ის ტოლ მნიშვნელობას. შესაბამისად, პასუხი არის a.